რუსთაველი გადაკეტილია და დღის განმავლობაში არაერთი ისეთი რამ მოხდა, რის გამოც ეს ქუჩა კი არა, არამედ ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ შეიძლება იკეტებოდეს იმისთვის, რომ რეჟიმს არ ქონდეს შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, ავტორიტარული სისტემის კონსოლიდაცია გააგრძელოს. თუმცა ჯერჯერობით დინამიკა ასეთია. მაგალითად, გენერალურმა პროკურატურამ NKVD-ს დროინდელი უცხოეთის ჯაშუშებთან ბრძოლის ისტორიის სახელმძღვანელო გადაშალა და იხელმძღვანელა. ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და საქმიანობის გამოძიების მიზნით რეჟიმის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის გამოსავლენად უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე. მოკლედ, დასავლეთის ჯაშუშების ძახილი საკმარისი არაა და ახლა უნდა ვამხილოთ და დავიჭიროთ კიდეცო. დღესვე ქუთაისის სასამართლო ნინო ქათამაძე მაია ცირამუა ქუთაისის სასამართლოში დღეს ჩანთა ჩალაგებულები, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ჩანთა ჩალაგებულები და ადმინისტრაციულ პატიმრობას შეგუებულები მივიდნენ. მათთან ერთად ბიძიდან სასამართლომ გაასამართლა ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლის სტატუსის მატარებელი პედაგოგი, არაერთი პრიზის მფლობელი ჟურნალისტი, თანამედროვე ქართული ფსიქოლოგიური სკოლის გამორჩეული წარმომადგენლები, სულ 9 საუკეთესო სამაგალითო მოქალაქე. თითოეულ მათგანს 5,000 ლარი ჩამოურიგეს ჯარიმად. სანამ პაატა ბურჭულაძეს ოპერაში არ უშვებენ, სასამართლოებში საქართველოს ჰიმნის სულ უფრო ხშირად ისმის. ალბათ არა მარტო საკუთარი თავის გამხნევების, უფრო იმის იმედით, რომ მოსამართლეებს პატრიოტული ძარღვის შეუტოკდეთ და გაახსენდეთ ქართული სახელმწიფოს სახელით უნდა აყენებდნენ სამართალს და რუსული რეჟიმის ჩამბეტონებლების სამარცხვინო როლს არ ირგებდნენ. სასამართლო დარბაზების საკუთარ ხალხთან დაპირისპირების მეორადი ფრონტის ხაზად იქცა. ზუსტად ასე აღიქვამენ აქ მიმდინარე პროცესებს გასაჯელების კოლეგები, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად თბილისში უნივერსიტეტთან იყვნენ შეკრებილები. როგორც მოქალაქე, ისედაც ვაპროტესტებ აი ამ წარმოუდგენელ უსამართლობას, რაც ქვეყანაში ხდება. ეს არის ომი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ვაჟა გაფრინდაშვილი დღესვე ვაჟა გაფრინდაშვილმა, რომელსაც გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან, მოსამართლეს მტკიცებულება წარუდგინა სალაროს ქვითარი, რომლითაც დასტურდება, რომ დროის იმ მონაკვეთში, კონკრეტულად იმ საათსა და იმ წუთზე, რომელსაც ბრალდება ედავება, ის შენობაში იმყოფებოდა სულ სხვა ადგილას, სადაც ასევე მუდმივი ვიდეო დაკვირვება მიმდინარეობს. ეს იყო 27 დეკემბერს საღამოს 8 საათსა და 17 წუთზე მედავებია, რომელზეც რეალურად იქნებოდა სამსახური დრო საბეჭდავი. სანაპიროზე მაგდონალდში. მოსამართლემ ფაქტობრივი მტკიცებულება არ გაითვალისწინა. ცნობილი ექიმი მაინც სამართალ დამრღვევა ცნო და 5,000 ლარიანი ჯარიმა მაინც გამოუწერა. მოულოდნელი თითქოს არაფერი, თუმცა მე ასეთ კითხვას დავსვავ. როგორ უნდა მოიქცეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, როცა ეს ან სხვა მოსამართლე კისერს თუ არა, თუნდაც იმ ხელს მოიტეხს, რომლითაც უსამართლო განაჩენს ჩაქუჩის დარტყმით აცხადებს და მასთან სამკურნალოდ მოუწევს მისვლა. არუწყეული ჯვარი წერია. ჩემთვის პასუხი სრულიად ნათელია. ვაჟა გაფრინდაშვილი, ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ტრავმატოლოგი, რა თქმა უნდა, ხელმოტეხილ მოსამართლეს უმკურნალებს პატიოსნად პროფესიონალური ეთიკის და ნორმების დაცვით. ეს განსხვავებაა ქოცური ვირუსით მოწამლულ პროფესიონალურ ჯგუფებსა და პატიოსან პროფესიონალ პატრიოტ ქართველ მოქალაქეებს შორის. ეს შედარება საკუთარი თავის დატესტვის სურვილით არ იყო ნაკარნახები. ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის კიდევ ერთი მაგალითი მინდოდა მეჩვენებინა, რა მოხდება ჩვენს ყოველდღიურობაში, რა საფრთხეების წინაშე აღმოჩნდებიან ჩვენი და მათი ოჯახის წევრები, სხვა პროფესიების წარმომადგენლებიც, რომ ისეთი მასშტაბით უარყოფდნენ რეალობას და ისე უდიერად ეპყრობოდნენ საკუთარ პროფესიულ სტანდარტს,
როგორც ამას რეჟიმის უსულო მარიონეტებად ქცეული მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები აკეთებენ. ივანიშვილის ამოტრიალებულ სამართალში, ანუ უსამართლობაში დაზარალებული დამნაშავეა. დღეს რეჟიმის უტიფრობის კიდევ ერთი რეკორდი მოიხსნა ნაცვლად იმ პოლიციელების დასჯისა, რომლებმაც კამერით ხელში პროფესიონალური მოვალეობის შემსრულებელი მედიის წარმომადგენელი კინაღამ დაახრჩვეს, ბრალი თავად სხვერპლს წაუყენეს. მთავარი არხის ოპერატორს სერგი ბარამიძეს ოლიგარქის პოლიცია დაუმორჩილებლობას და წვრილმა ხულიგნობას ედავება ადამიანს, რომელიც ტელეკამერით იღებდა აქციას. საქმე ეხება 2024 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდს, რა დროსაც მთავარი არხის ოპერატორ პროტესტის გაშუქების დროს საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მიყენებული დაზიანებების გამო გახსოვთ, რომ სერგი ბარამიძეს სამედიცინო ჩარევაც დასჭირდა. მისი პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. პატიმრობაში მყოფმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს არა მარტო მის მომხრეებს იმ საფრთხეებს მიმართა, რომლის წინაშეც სახელმწიფო დგას. რაც იზავს რუსეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შემთხვევაში. რა უნდა მოიმოქმედოს წინააღმდეგობის მოძრაობამ, რომ დიქტატურის მსხვერპლად არ იქცეს. მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში ღია უკმაყოფილების ტონი შეინიშნებოდა იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომელთა ვინაობაც მას არ დაუსახელებია. თუმცა არარსებულ კონკურენციაზე ღიად და აშკარად მიუთითა. მესამე პრეზიდენტმა ასევე არ დამალა განაწყენება იმ მედიების მიმართ, რომლებიც მის გზავნილებს არაშუქებენ და აიგნორებენ. მე მეწოდება ყველა ვისაც გონია რომ მე ვარ მათი კონკურენტის ქართულ პოლიტიკურ ჭაოში. მე მეწოდება ყველა ვინც აგრძელებს პოლიტიკური პარტიულობის თამაშს. უკრაინაში შეიძლება შეწყდეს ცეცხლი. მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცნობ რუსეთის რეალობას და მინდა გითხრათ, რომ რუსეთი ვერ გააჩერებს თავის სამხედრო მანქანას. მას აუცილებლად დაჭირდება იმ პერიოდში, როდესაც იქნება ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში და შემდგომ დიდ ომს შორის რაიმე სახის სამხედრო კამპანიების წარმოება, იმიტომ რომ ამ კამპანიების გარეშე რუსეთის სახელმწიფო ჩამოიშლება დღევანდელი ფორმით, რაც არის ის ჩამოიშლება. სად შევა რუსეთში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ? ბალტიის ქვეყნებში ალბათ არა, იმიტომ რომ ნატოს კოლგა და პრეზიდენტი ტრამპი ამას არ გაატარებს. აზერბაიჯანში არა, იმიტომ რომ აზერბაიჯანს ყავს სერიოზული არმია და ზურგს უმაგრებს თურქეთი. ყაზახეთში არა, იმიტომ რომ იქაც ჩინეთის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩინეთი ამას არ გაუშვებს. რჩება მხოლოდ ერთადერთი ადგილი, უпростоოდ ორი ქვეყანა. ერთ ადგილზე გადაბმული ერთმანეთს. საქართველო და სომხეთი. სომხეთი, იმიტომ რომ ვერ დაალაგა აზერბაიჯანს თურქეთთან ჯერ ურთიერთობები და ძალიან დაუცველია და ძალიან დიდხანს დაჭირდა თავისი პოლიტიკის ორიენტირების გარკვევა და დრო დაკარგა. და საქართველო, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სრულად უპატრონოდ დარჩენილი. ყველა ჩვენი შესაძლო ხარდაჭერი და მეგობარი გადავიკიდეთ და მათი ყველანაირი ხარდაჭერის გარშე დავჭირთ, ჩვენი არმია გაანადგურეს, მიუხედავად რომ ძალიან ბევრი ხილსეული სამხედრო ყავს, ჩვენი სამხედრო წარმოება გააჩერეს და გაანადგურეს ჩემი მიერ შექმნილი და ამგვარად როგორც კი შეწყდება წესრიგი უკრაინაში, ძალიან დიდი საფრთხეა, რომ განხორციელდება საქართველოს სრული სამხედრო ოკუპაცია და საქართველოს გავლით სომხეთის ოკუპაცია. აი ეს არის დღევანდელი საფრთხე. თუ სასწრაფოდ არ შეცვალეთ სიტუაცია, თუ სასწრაფოდ არ გამოცვალეთ ეს რეჟიმი, საქართველოს დამოუკიდებლობა ითვლეს ბოლო თვეებს, დრო რჩება ძალიან ცოტა, მეგობრებო. და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ცდილობს, რომ გამაქროს საერთოდ ეთერიდან და გამაქროს საინფორმაციო სიმციდან და საერთოდ გამაქროს სიცოცხლიდან, ცხოვრებიდან.
მაგრამ თქვენ არ უნდა გახდეთ მე ძალიან მადლობელი უამრავი ადამიანს რომელიც ხარს მიჭერს სოციალურ ქსელებში ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ისინი შეეცდებიან პარტიების აკრძალვას მაგრამ ეხლა წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა მიიღოს ყველანაირი ფორმა და უნდა ისწავლოს საკუთარი თავის დაცვა ვეყოფა მუდმივ სკვერპლის პოზაში ყოფნა სკვერპს საბოლოო ჯამში გამარჯვება არ უწერია ხოლო მათთვის ვინც უარსაულს იყოს სკვერპლი არის გამზადებული გამარჯვება და წინსვლა და გადარჩენა ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოს როგორც სახელმწიფოს გადარჩენაზე სხვა ფაქტები და მოვლენები რა გავლენას ახდენს მათ შორის ეს ზემოთ ნაჩვენები ფაქტების ერთობლიობა ახლა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესი და კიდევ უფრო დიდ სურათში ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საზოგადოებრივ განწყობებზე დღეს ახალი კვლევა ოფიციალურად გამოქვეყნდა რომელმაც აჩვენა რომ ქვეყანაში არსებული მწვავე კრიზისი პროპაგანდისტული მედიის ეკრანმა ნამდვილად ვერ გადაფარა კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა 18-30 იანვრამდე ჩაატარა ანუ 18-დან 30 იანვრამდე ჩაატარა. გამოვყავით რამდენიმე ძირითადი სლაიდი, რომელიც ეხება პროტესტს, მის მოთხოვნებს, ოცნების პასუხს პროტესტზე. მონაცემებში ჩანს, რომ 10-დან 8 ადამიანი, 82.1% ქვეყანაში დღესდღეობით შექმნილ მდგომარეობას პოლიტიკურ კრიზისად მიიჩნევს. ხოლო 78%-მდე კი მასზე ძირითად პასუხისგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს. ანუ გაბრაზებულია არა ქუჩაში მდგარ მოქალაქეებზე, არამედ კრიზისის რეალურ წყაროზე, ივანიშვილსა და ოცნებაზე. გამოკითხულებს ესმით ამ პროტესტის მიზეზიც. მაგალითად, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება ევროინტეგრაციის შეჯერებას 77.1%-ს მიუღებლად მიაჩნია. რაც შეეხება პროტესტის ორ ძირითად მოთხოვნას. ფაქტობრივად 10-დან 6 უფრო მეტი 62% ეთანხმება ხელახალ არჩევნებს. 10-დან თითქმის 8 76.3% ემხრობა პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას. რაც შეეხება ოცნების საგარეო პოლიტიკას, რუსეთთან დაახლოვებულად მას ანუ ოცნებას 55% მიიჩნევს. საინტერესოა მონაცემები ევროკავშირსა და ნატოზე. მიუხედავად ოცნების ანტიდასავლური რიტორიკისა, ფაქტობრივად სახელმწიფო პროპაგანდისა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას მხარს უჭერს დიდი უმრავლესობა 86.3%, ხოლო ნატოში გაწევრებას 74.2%. ამის მიუხედავად რესპონდენტთა ნახევარზე მეტი 53%-მდე მომხრეა იმის, რომ საქართველოს ჰქონდეს ნეიტრალიტეტი. ექსპერტების თქმით, სწორედ ამ წინააღმდეგობაში, რომ თან გინდოდეს საერთაშორისო სამხედრო სტრუქტურებში ყოფნა და თან ნეიტრალიტეტი ჩანს პროპაგანდის გავლენა. ომის შიში. კვლევამ ასახა ოცნების პოლიტიკური წონის შემცირებაც. ივანიშვილის გუნდის ელექტორალური ზარალი სახეზია. ეს 10%-იანი კლებაა. ანუ თუ წინა კვლევაში, ანუ არჩევნებამდე 41% მიანიშნებდა, რომ ხმა არჩევნებში ქართულ ოცნებას მისცემდა, ეხლა ეს მონაცემები 31.5%-ია. 10%-იანი კლება. ალოკაცია არის მეთოდი, როდესაც გამოკითხული თავს იკავებს პირდაპირ და ასახელოს მისი არჩევანი, თუმცა კვლევარი სხვა საკითხებზე მიღებული პასუხებიდან ასკვნის, ვისკენ იხრება გამოკითხulis არჩევა. ამავე კვლევის მიხედვით ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ნდობით სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს. სწორედ სალომე ზურაბიშვილთან დღეს პოლიტიკური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ქართველი პოლიტიკოსი იქნება. რეჟიმი იქ საერთოდ არ მიიწვიეს, როგორც მოსულობელი. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რეპრესიებში მონაწილე პირების და პოლიტიკური პატიმრების საერთო სიაში ადგენენ, რომელსაც ზურაბიშვილი მიუნხენში შეხვედრებზე დასავლელ პარტნიორებს გადასცემს. ამაღამ მიფრინა სტრასბურგში ჩვენ გვექნება ჩვენი სიაც მათ შორის იმ ადამიანების ვინც უნდა დასანქცირდეს სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებაზე შევთანხმდით იმაზე რომ ამ საკითხზე იქნება გაცილებით უფრო მჭიდრო კოორდინაცია გვექნება საერთო პოზიციონირება მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში ჩვენ პარტნიორებთან პრეზიდენტთან შევთანხმდით იმაზე რომ ახლა ჩვენი მთავარი ზრუნვის ობიექტი უნდა იყოს პროტესტის მონაწილეები ასევე იმაზე, რომ ყველა იმ ადამიანმა,
რომელიც დამნაშავეა ადამიანების ცემაში, ძალადობაში, რეპრესიასა და ტერორის განხორციელებაში. წინააღმდეგაც უნდა ამოქმედეს ის სანქციები, რომელიც მათ შეუძლიათ, რომ დააწესონ. პარალელურად კი პოლიტიკური კონსულტაციებისა და კოორდინაციის აშკარა დეფიციტზე საუბარი კულუარებიდან საჯარო სივრცეში გამოდის. საქართველოს გადარჩენი გზა ერთია, სრული გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ. თუ ვინმეს კითხვა აქვს, როგორ უნდა შედგეს ეს ერთიანობა, სწორედ ამაზე უნდა ვიმსჯელო და არა იმაზე, რატომ ვერ უნდა შედგეს ეს გაერთიანება. ამ განცხადებას საჯაროდ ვწერ, რადგან პირისპირ კომუნიკაციით ამ საკითხზე ყველა რესურსი უკვე ამოვწურე. დროა ყველამ ღიად დააფიქსიროს თავის პოზიცია ამ საკითხზე და თუ არ ეთანხმება, შემოგთავაზოს გამარჯვების უკეთესი გზა. დაწერა თავის გვერდზე გიორგი ვაშაძემ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე.